საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იცეკ მოშეს პროგნოზით 2016 წელს საქართველოში ისრაელიდან უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა. ისრაელიდან კერძო პირებს საქართველოში აინტერესებს ტურიზმი, სასტუმროების ბიზნესი და სტარტაპების დანერგვა. რაც შეეხება საქართველოს-ისრაელის ურთიერთობებს, პირველ რიგში უნდა დავენახოთ პროპორციები. ერთი რომ ისრაელი ძალიან პატარა ქვეყანა და არის უფრო დიდი ქვეყნები, რომლებიც ალბათ საქართველოში უფრო დიდ ინვესტიციებს აკეთებენ. მსოფლიო საერთოდ არის ბოლო წლებში საკმაოდ დიდ კრიზისში და ისრაელიდან აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ შეწყდა ინვესტიციები. გამომდინარე და შეფარდებით ამ მონაცემებთან, საქართველოს შეიძლება იყოს ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს მხოლოდ საქართველოს შემოვიდა ინვესტიციები. ისრაელის ინვესტიცია ეს არის პირადი ინვესტიციები, ეს არის ჩინეთის ქვეყანა, სადაც არის სახელმწიფო კომპანიები, რაც ახასიათებს პირადი ინვესტიციებს. ვინაიდან ებრაელები ცხოვრობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეს არის პირადი ჯგუფური ინვესტიცია, მაგალითად შეიძლება იყოს ერთი იყოს საფრანგეთში, მეორე იყოს გერმანიაში, მესამე თურქეთში და რამოდენიმე ადამიანის ინვესტიცია იკრიბება და შემოდის საქართველოში. ბევრი ინვესტიცია ასევე შემოდის სხვა ოფშორული კომპანიებიდან. ამიტომაც ისრაელური ინვესტიციები არ არის ისრაელის სახელის ქვეშ. მინდა ვახსენო თბილისის მერის ვიზიტი ისრაელში, რომლის შედეგად ჩამოვიდა 6 ახალი ინვესტორი საქართველოში და ამ 6 პროექტიდან უკვე 4 პროექტი დაწყებულია. მოცულობა ამ 6 პროექტის ალბათ $70 მილიონ უფრო მეტი იქნება. ჩვენ მომავალ წელს გეგმავთ, რომ სტარტაპების სფეროში, რაშიც ისრაელი ლიდერი ქვეყანა არის ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოში მივცეთ სტიმული სტარტაპების ექსელერატორების დაწყებას. სტარტაპების მთელი ინდუსტრია ეს არის ის ინდუსტრია, რაც საქართველოში არ საჭიროებს არანაირ ინვესტიციებს. ამაში არ ჭირდება არც დიდი ინდუსტრიის აშენება, არ ქარხნების აშენება, ყოველი ადამიანი, ყოველი ბავშვი შეიძლება ხვალ ჩაერთოს ამ საკითხში. დღევანდელ დღეს ასობით სტარტაპის კომპანია არის ისრაელში. თითქმის $5 მილიარდი გაყიდვები არის ისრაელში ამ სფეროში და მოზიდვა ხდება $5 მილიარდი კიდევ ყოველ წელიწად. ესე იგი ძალიან მარტივი არის საქართველოში ამ სფეროს დაწყება, ვინაიდან თვითონ ქართველი ადამიანის ბუნება შეესაბამება სტარტაპების საკითხს, იმიტომ რომ სტარტაპი ისეთი სფერო არის, სადაც ისაც აქვს ქართველებს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან, საჭირო არის განათლება, საჭირო არის როგორც შეიძლება ითქვას, რომ კომბინირებული ტვინი, რაც ქართველებს აქვს სწრაფი აზროვნება. პირველ ეტაპზე იწყება ეკონომიკის სამინისტროდან, ან თბილისის მერიიდან, ან კერძო კომპანიები, ან ბანკები გადმოაქვთ ისრაელის მეთოდები საქართველოში. ამის შემდეგ საკმარისია რომ ერთი გამოგონება იყოს საქართველოდან, ეს მოიტანს უამრავ ვენჩერ კაპიტალის შემოსვლა საქართველოში. საჭირო ამ საკითხის დაწყება და ჩვენ გვჯერა რომ მომავალ წელს ეს საკითხი საქართველოში დაიწყება. ჩვენ უკვე ვიცით რომ 3 ისრაელური კომპანია, რომელიც აპირებს საქართველოში შემოსვლას, ინკუბატორების, ექსელერატორების გახსნას. მე პირადად მჯერა რომ საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის გამოგონება მოხდება ზუსტად ყველაზე პატარა სოფელში, ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილიდან. ის იქნება ის ადამიანი, რომელიც ამას გამოიგონებს, ვინაიდან საქართველოში ამის პოტენციალი არის. ამის დაწყება შეიძლება და არ არის ბორბლის გამოგონება საჭირო. საჭირო არის ისრაელის მეთოდის გადმოტანა. იციკ მოშე მიიჩნევს, რომ საქართველოში ისრაელის კერძო კაპიტალი იმ შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ავიაბიზნესში არსებული პრობლემები მოგვარდება და ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა გაიაფდება. ძალიან ბევრჯერ ხდება, რომ ჩვენ ვერ ჩამოგვიყვანია საქართველოში 50 კაცი, ან ბიზნეს ფორუმი ვერ ჩავატარეთ იმის გამო, რომ ან ოთახები არ იყო თბილისის ცენტრში, ან ბილეთები არ იყო. თბილისი ტელ-ავივის ბილეთი არ უნდა ღირდეს $300 უფრო მეტი ფასი. როდესაც ტურისტი ტოვებს საშუალოდ $1000-1500, შეუძლებელია რომ ამ თანხის დიდი ნაწილი იყოს ავიაკომპანიაში. ამ თანხით უნდა იხეიროს თემა საქართველოს რესტორნებმა, სასტუმროებმა და ყველამ. ეს ფასი როდესაც იქნება $300 ან $250, მე მჯერა რომ ისრაელიდან ტურიზმის რაოდენობა გაიზრდება ორმაგად. საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის შეფასებით საქართველოში და კერძოდ თბილისში ისრაელის კაპიტალის სამიზნე 2016 წელსაც სასტუმროების ბიზნესია. სასტუმრო რიქსოს რომელიც შენდება თბილისში. იქ არის პირველ რიგში შემოტანა ახალი ტექნოლოგიების, რაც საქართველოში არ იყო. თქვენ შეგიძლიათ იქ ნახოთ, ეს არის ბოლო ტექნოლოგიები, რომელიც ისრაელში არ შენდება ამ დონეზე. ის არის ცოდნა, დისციპლინა მუშაობის. მე მინდა გითხრათ, რომ სასტუმრო რიქსოც რო დასრულდება, საქართველოს ჩვენ ვაჩუქებთ არა $50 მილიონ ინვესტიციას, რომელიც შეიძლება ისრაელიდან შემოტანილი ნაწილი საქართველოსთან, ნაწილი ბანკებიდან. ჩვენ ვაჩუქებთ საქართველოს 100 ახალ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ააშენოს 500-ოვანი სასტუმროები. ეს მეტად ჭირდება საქართველოს ვიდრე რომელიმე ინვესტორის თანხა. იციკ მოშეს შეფასებით დღეს ქართულ საქმიან ადამიანებს ისრაელიდან კერძო კაპიტალის მოზიდვა დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისრაელთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ამ მიმართულებით სავაჭრო პალატის როლი
შემცირდა. უვიზო რეჟიმი რო არის საქართველოს და ისრაელის შორის, ამ დროს ნაკლებად არის საჭირო ესე სავაჭრო პალატები, ან საელჩოები. ჩვენ მაგალითად დღეს ვხედავთ ჩვენ ფუნქციას, განსხვავებით რაც იყო 1 წლის წინ ან 2 წლის წინ, რომ ჩვენ მივცეთ სტიმული, ჩვენ გავაშუქოთ, რომლის პერიოდში შეიძლება მუშაობა. ყველა ადამიანი შეუძლია წავიდეს დილით, ჩაფრინდეს ისრაელში, შუადღეს შეხვდეს მის ებრაელ პარტნიორს ან მომავალ პარტნიორს და რაიმე ბიზნესი ილაპარაკოს. ამიტომ ამბობ, რომ თავარია უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი ცოდნა, რა შეიძლება ისრაელთან გაკეთდეს. ჩვენთვის სამყარო არის საქართველო და ისრაელი, ეს არის ბიზნეს პალატის ფორმატი. დღეს 10 მილიონი ადამიანი შეუძლია ერთმანეთთან ითანამშრომლოს.